ევროპის კავშირში გაწევრიანების ეროვნულ მიზანს ზურგს უმაგრებს საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ნება და საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც განსაზღვრავს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ყველა შესაბამისი ზომა უნდა მიიღონ. დღეს შექმნილი საერთაშორისო ვითარება საქართველოს უნიკალურ შანსს აძლევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ მიზანს მოკლე ვადებში მივახციოთ. შესაძლებლობის ფანჯარა მუდმივად ღია არ იქნება და ქართული ოცნების პირობებში ის უბრალოდ დაიხურება. ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი წინაღობა არის ავტორიტარიზმი, რომელიც შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთათვის დაწესებულ კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. პირველი პრინციპი, რომელიც გააზრებას საჭიროებს, არის ის, რომ ევროინტეგრაცია არის არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის, არამედ იმავდროულად შიდა პოლიტიკის ორიენტირი. ევროკავშირში მოსახვედრად ამ მიზნის საერთაშორისო არენაზე ადვოკატირება არ გმარა. საჭიროა დემოკრატიული ტრანსფორმაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, სამართლიანი არჩევნები და მმართველობის ეფექტიანი სისტემა. აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი გამოხატული იყოს ინსტიტუტებში, კანონებში, ლიდერების რიტორიკაში და მათ ქცევაში. მეორე მნიშვნელოვანი პრინციპი არის ევროინტეგრაციის ყველა კომპონენტში პოლიტიკური ჯგუფების და სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და გადაწყვეტილებების ფართო კონსენსუსით მიღება. ევროპული ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობა საჭიროებს მყარ თანხმობას ძირეულ საკითხებზე. თანხმობას, რომელიც სცილდება საარჩევნო ციკლებს და ცალკეული ელიტების თუ ჯგუფების ფარგლებს. საქართველოს და ევროკავშირის დაზიანებული ურთიერთობების გამოსწორებისთვის ორი ბაზისური ნაბიჯი იქნება უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონის დაუყოვნებლივი გაუქმება და 2021 წელს გახმაურებული ფარული ჩანაწერების გამოძიება, როდესაც ხვებთან ერთად ევროკავშირის წარმომადგენლებზე ქართული სამსახურების მიერ განხორციელებული ფარული მიყურადების პრაქტიკა გამჟღავნდა. შესაძლებელია ინსტიტუციური ჩარჩო. უნდა შეიქმნას სათანადო ადამიანური რესურსებით აღჭურვილი სახელმწიფო მინისტრის ადმინისტრაცია, რომელსაც უხელმძღვანელებს ვიცე-პრემიერის რანგის სახელმწიფო მინისტრი. სექტორული რეფორმები პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო უწყებას მოიცავს და ცენტრალურ კოორდინაციას საჭიროებს. ამ როლის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაკისრება არ ამართებულია. გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად და მათ სათანადო წარმართვისთვის საქართველოს ევროკომისიის 9 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. პირველი, დეზინფორმაციასთან ბრძოლა. მეორე, ფრონტის თუ გლობალური ომის პარტიის შესახებ ანტიდასავლური პროპაგანდის დასრულებასთან ერთად უნდა მოხდეს რუსული დეზინფორმაციის ქსელების აღკვეთა და მედია წიგნიერების ხელშეწყობა. მეორე, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან თანხმედრის მაჩვენებელი უნდა ასცდეს 80%-ს. მესამე, პოლარიზაციის ხარისხი მკვეთრად უნდა შემცირდეს. დეპოლარიზაცია საჭიროებს პიროვნულ თავდასხმებზე აგებული რიტორიკის აღმოფხვრას, ზიზღის ენის შემცირებას, შინაარსზე ორიენტირებული დებატების წახალისებას, პოლიტიკოსების არა მხოლოდ ლოიალური, არამედ კრიტიკული მედიის ეთერებში მონაწილეობას, ძალაუფლების რეალურ გადანაწილებას და ინკლუზიურ მმართველობას. დეპოლარიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს შეიცავს 19 აპრილის შეთანხმება, რომელთა იმპლემენტაცია უნდა მოხდეს. მეოთხე, არჩევნები ერთხელ და საბოლოოდ უნდა გახდეს თავისუფალი და სამართლიანი, ეუთო ოდირის სტანდარტების და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისი. მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს სახელმწიფო მმართველი პარტიებისგან. საარჩევნო სისტემა უნდა დარჩეს სრულად პროპორციული და მოხდეს საარჩევნო ბარიერის დაწევის თაობაზე მსჯელობა პარლამენტში. ცესკოს თავმჯდომარე და წევრები უნდა ირჩეოდნენ კვალიფიციური უმრავლესობით. ყოვლის მომცველმა საარჩევნო რეფორმამ უნდა გამორიცხოს ამომრჩევლებზე ზეწოლის და მოსყიდვის მავნე პრაქტიკა. ემიგრანტებს უნდა მიეცეთ არჩევნებში ელექტრონულად მონაწილეობის შესაძლებლობა. მეხუთე, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები უნდა გაძლიერდეს. პარლამენტმა ეფექტური კონტროლი უნდა განახორციელოს უსაფრთხოების სამსახურებზე. მეექვსე, სასამართლო სისტემა უნდა გათავისუფლდეს პარტიული გავლენებისგან. სასამართლო რეფორმის პროცესში უნდა მოხდეს მაღალი თანამდებობის პირების კეთილსინდისიერების და პროფესიონალიზმის შემოწმების მექანიზმის დანერგვა საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.
სასამართლო სისტემა უნდა გაძლიერდეს საჭირო რესურსებით, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირების გზით, რამაც საქმეთა განხილვის გაჭიანურების პრობლემა უნდა დაძლიოს. მეშვიდე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. აქ საჭირო ნაბიჯებია. თანამდებობის პირების დეკლარაციების რეალური მონიტორინგი, ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და მათი ეფექტური საპარლამენტო კონტროლი. სახელმწიფო ტენდერების რეფორმა და ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მიერ მმართველი პარტიის სასარგებლო თანხების გაღების კორუფციული პრაქტიკის დასრულება. პირადი ცხოვრების და პერსონალური მონაცემების დაცვის ქმედითი მექანიზმების შექმნა. მერვე, დეოლიგარქიზაცია. აღნიშნული მიზნის მისაღწევად აუცილებელი ნაბიჯებია. სასამართლო რეფორმა, მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიება, პოლიტიკაში ფინანსური ნაკადების თანაბრად შეზღუდვა ყველა ჯგუფისთვის, თავისუფალი მედია გარემოს უზრუნველყოფა და ევროკავშირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება. მეცხრე, ადამიანის უფლებები. ამ ნაწილში გამოსაყოფია ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის წახალისება და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა, მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების გარანტირება. ამ კრიტიკული ნაბიჯების გადადგმა არის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობა, რის შემდეგაც იწყება მოლაპარაკებების 35 კარის გახსნა და დახურვა. ამ პროცესის დასრულება 2030 წლამდე უნდა მოხდეს. ასევე უნდა გამოვყოთ ის შედეგები, რაც საქართველოს შეიძლება მიიღოს გაწევრიანების პროცესშივე. ესენია: ახალგაზრდების მობილობის და გაცვლითი პროგრამების ზრდა. ეს ახალგაზრდებს და სტუდენტებს მისცემს დამატებით შესაძლებლობებს ისწავლონ, იმუშაონ და იმოგზაურონ ევროპაში. საქართველოს გაწევრიანება სეპაში, რაც ემიგრანტებს, კერძო პირებს და მეწარმეებს ფულად გადარიცხვებს გაუადვილებს. ამავდროულად, საქართველოს ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცესთან მიერთებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. გაწევრიანების 14 მილიარდიანი ფონდიდან თანხების მაქსიმალური მოზიდვა საქართველოსთვის. ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ბევრად უკეთესად რეალიზება, რაც გაზრდის ქართულ ექსპორტს ევროპაში, გაზრდის მეწარმეთა შემოსავლებს და შეამცირებს რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას. ევროპასთან პირდაპირი მიმოსვლის და დაკავშირებადობის განვითარება. პირდაპირი ფრენები ევროპის მეტ დედაქალაქში. ასევე სარკინიგზო, საგზაო და საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება ევროკავშირის TEN-T ინიციატივის ფარგლებში. მეტი ევროპა ნიშნავს მეტ მშვიდობას და მეტ კეთილდღეობას.